დაგიბრუნდათ შუადღე TV3-ზე პირდაპირ ეთერში, საკმაოდ საინტერესო თემით და საინტერესო სტუმრით. Სხვა ადამიანებს ერთი და იგივე საკითხების მიმართ, რა თქმა უნდა, მუდამ განსხვავებული დამოკიდებულება გააჩნიათ და ეს რა თქმა უნდა ნორმალურიცაა. როდესაც საუბარი ასტროლოგიაზე ჩამოვარდება, ბევრი თვლის რომ ასტროლოგიაც რუმეცნიერება, შარლატანობა, მისი მიმართ რა თქმა უნდა არიან ადამიანები, ვინც ირონიულად ან ტყუილადაც კი ხშირ შემთხვევაში განწყობილი. დღეს მოკლედ ამ ჩვენს მიერ განხილულ თემას უფრო განვავრცობ და სტუმარით შესაბამისი გეყოლება მოვიწვიეთ ეთერში ქალბატონი რომელიც საკმაოდ კარგად წარმოადგენს ამ სფეროს და კარგად ერკვევა ასტროლოგიაში თუ რას ეფუძნება ის და რა საკითხები შეგვიძლიათ გადავჭრათ მოკლედ ასტროლოგიის მეშვეობით რა დახმარება შეუძლია გაგვიწიოს ამ დარგმა და მოკლედ ბევრს აღარ გავაგზავნებ წარმოგიდგენთ ქალბატონ ხათუნა ღვინიაშვილს მოგესალმებით დიდ მადლობას გადაგიხდით სტუდიაში მობრძანებისთვის და მე ვთვლი რომ ძალიან ბევრისთვის საინტერესო იქნება ამ საკითხზე საუბარი უფრო ასე ვთქვათ ძირეულად და სიღრმისეულად ტელემაყურებელს შევახსენებ რომ შეუძლია ჩაერთოს ჩვენი გადაცემის მსვლელობაში და დაგვირეკოს ტელეფონზე 245-77 ასევე მოგმართოს Facebook გვერდზე რომლის მისამართია შუადღე TV3-ზე მოიწონეთ ჩვენი გვერდი ის შემდეგაც უკვე გამოხატეთ თქვენი დამოკიდებულება და აფიქსეთ თქვენი მოსაზრებები და მოგმართეთ შეკითხვებით სამ ქალბატონ ხათუნასთან გადმოვიდოდეთ სიტყვით მე მინდა შეგახსენოთ რომ დღეს ხუთშაბათია და ტრადიციულად კომპანია Oriflame ყოველ ხუთშაბათს ჩვენი ეთერით ათამაშებს ვიქტორინის სახით პრიზებს. ერთი პრიზი ჩვენ უკვე გავათამაშეთ და დროა გავათამაშოთ მეორე პრიზი გამოვავლინოთ მეორე პრიზის გამარჯვებული და მოკლედ სვამ შემდეგ შეკითხვას. სად მდებარეობს კომპანია Oriflame-ის ერთადერთი მაღაზია, სადაც მომხმარებელს პირდაპირ შეუძლია შეიძინოს პროდუქცია. ესეთი არის შეკითხვა, ვინც პირველი დაარეკავს ტელეფონის ნომერზე 245-77-27 ის გახდება გამარჯვებული, თუმცა მე მინდა ქალბატონ ხათუნასაც მივცე, ასე ვთქვათ, უფლება რომ მაშინ გვიპასუხეთ და სტოკჰოლმში, ბრავო და თქვენ გახდით მოკლედ შესანიშნავი პრიზის მფლობელი, რომელიც დააწესა კომპანია Oriflame-მა, მე პირდაპირ ეთერში გადმოგცემთ მაშინ. ძალიან სასიამოვნო. პირდაპირ ეთერში გადმოგცემთ მაშინ აი ამ პრიზს, აი ეს და მე და შემდეგში უკვე აუცილებლად დიდი მადლობა. აუცილებლად შემდეგ მესამე პრიზს კიდე გავათამაშებ და იმედი მაქვს რომ თქვენ კიდე აქტიურად ჩაერთვებით ჩვენი გადაცემის სხვა დღეებშიც ვიქტორინაში. კარგით, მოდით მაშინ თემაზე ვისაუბროთ უშუალოდ. და გითხარით ასტროლოგია საკმაოდ მნიშვნელოვანი მეცნიერება მე ვიცი რომ ძველ დროში იგივე მეფეები ომის დაწყებასაც კი არ ესე იგი არ გეგმავდნენ თუ მას ასტროლოგი თავის პირადი ასტროლოგი ვინც ყავდა ის არ ურჩევდა და არ მიცემდა გარკვეულ ესე ვთქვათ რჩევებს თუ მოსაზრებებს არ გაუზიარებდა. დიახ. არა მხოლოდ მეფეები, არამედ დიდი პოლიტიკოსებიც საკმაოდ აქტიურად მისდევენ ხოლმე ასტროლოგების რჩევას. იაპონიაში და ინდოეთში ეს ტრადიცია იყო ყოველთვის და დღემდე შენარჩუნებულია. ხოლო რაც შეეხება ევროპას და ამერიკის შეერთებულ შტატებს, იქ ნელ-ნელა უფრო ეხლა იკიდებს ფეხს. მე შემიძლია მოგეყონოთ ძალიან საინტერესო მაგალითები. თუნდაც გასული საუკუნის შუა წლებში იყო ქალბატონი ერთი ესეთი ძალიან საინტერესო ასტროლოგი ჯეინ დიქსონი. ის სხვადასხვა დროს ამერიკის შეერთებული შტატების სამ სხვადასხვა პრეზიდენტს უწევდა კონსულტირებას. ესენი იყვნენ ტრუმენი, ეიზენჰაუერი და ისა რა ქვიან დამავიწყდა ერთ-ერთის გვარი, მაგრამ მარტო ამ ადამიანების კონსულტაციას კი აკეთებდა ეს ქალბატონი, არამედ სამომავლოთაც სვამდა პროგნოზებს და მისი მაშინდელი გაკეთებული პროგნოზები უკვე 90-იან წლებში ახდა, როდესაც მოხდა დავუშვათ რომის პაპის თავდასხმა და 80-იან წლებში კიდევ ბერლინის კედლის ნგრევა და კიდევ ბევრი სხვა. იყო ესეთი ქალბატონი კიდევ უკვე ჩვენი საუკუნის დასაწყისში ყურადღება მინდა მიაქციოთ გიორგი თარიღს 2001 წლის 11 აგვისტოს საფრანგეთში ერთ-ერთ ტელეშოუში მიწვეული ყავდათ ყოფილი მოდელი და იმჟამად ასტროლოგიაში მომუშავე მადამ ტუსიე რომელმაც განაცხადა, რომ უახლოეს პერიოდში ამერიკის შეერთებულ შტატებს ელოდა სერიოზული ერთვეში. არ უთქვამს ერთი თვე, მაგრამ თქვა, რომ უახლოეს პერიოდში ამერიკის შეერთებულ შტატებს ელოდა ნგრევა. ძალიან დიდი ბოდიში ხალხო, როგორც მათყობენ სატელეფონო ხაზი ყავს მაყურებელი და ალბათ სულ შემოგვიერთეს და მოდი მას დავუთმოთ თემი გავუძილოთ საუბარი გამარჯობათ გისმენთ.
მოგესალმებით და გისმენთ. თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ? თქვენგან გამოგებაში ვარ, გისმენთ, დასვით შეკითხვა ან გამოვხატეთ თქვენი მოსაზრება. გამარჯობათ. 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 გაგიმარჯოთ. დიახ, მე მაქვს შეკითხვა ასტროლოგთან, თუ შეიძლება. გისმენთ. შეკითხვა მაქვს ასტროლოგთან. ბრძანეთ. ვარ დაბადებული 20 ივნის და შეკითხვა მაგას ესეთი, მტყუპები კი ვარ, მაგრამ რადგან ზღვარზე ვარ, კირჩხიბის თვისებებიც და ისინი გავითვალისწინოთ თუ არა, რადგან ზღვარზე ვარ. ზღვარზე ვარ, კირჩხიბის და ტყუპების ზღვარზე ვარ. დიახ, კირჩხიბის და ტყუპების ზღვარზე ვარო და შეკითხვა რომარეობდა მოკლედ როგორც მე გავიგე იმაში რომ ესე იგი ქალბატონს სულს აინტერესებს ალბათ როგორ წერილდება ალბათ ესე ვთქვი. კირჩხიბის და ტყუპების ზღვარზე ძალიან რთული სათქმელია, იმიტომ რომ ერთი ნიშნისთვის აბსოლუტურად სხვა პროგნოზია, მეორე ნიშნისთვის სხვა. 20 ივნისი თქვა ხო მგონი? ხო, სხვადასხვა პროგნოზია არის კირჩხიბისთვის რამე სხვა თქვა იკითხა? 20, ესე იგი 20 ივნისს ვარო დაბადებული და რომელი ვარო კირჩხიბი თუ ტყუპები? საქმე რაშია, ყოველ წელიწადს შეიძლება სხვადასხვა ის იყოს, ეს უნდა პროგრამულად ინახოს ზეპირად, ამისი თქმა ძალიან ძნელია. გაჩნია რომელ წელს დაიბადა და იქ დღის რომელ საათებში დაიბადა, შეიძლება დილით ჯერ კიდევ ტყუპები ყოფილიყო, ხოლო საღამოთი კირჩხიბი. ხა ეს ზეპირად ძალიან გამიჭირდება ამის პასუხის. ანუ ესე იგი ყოველ წელს განსხვავებული კი, მზე ხომ ყოველთვის თანაბრად არ გადადის, არა, ერთი ზოდიაქოდან მეორე ზოდიაქოში, ეს ამაზეა დამოკიდებული, ასე რომ ესე იგი წელი უნდა ვიცოდეთ და დაბადების წელი უნდა ვიცოდეთ და დაბადების დრო ზუსტი. კეთილ, თქვენ საუბრობთ საკმაოდ საინტერესო მოვლენაზე, როდესაც 2001 წელს ასეთი გამოსახელებია. გამოვიდა ეს კალბატონი და განაცხადა, რომ ამერიკას ელოდება საჰაერო თავდასხმა და ნგრევა. ამან რა თქმა უნდა გამოიწვია საყოველთაო ღიმილი, იმიტომ რომ ამერიკა ესეთი ძლიერი ქვეყანა, ვინ გაბედავს თავს დაესხას, მაგრამ ზუსტად ერთ თვეში ამ ადამიანის პროგნოზი გამართლდა. კიდევ მე შემიძლია გითხრათ, რომ თვითონ აღიარა საჯაროდ ეს ყოველთვის ყოველთვის კი არა, ცნობილი ფაქტია. ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთმა ყველაზე ჩემი აზრით, მე მგონი ალბათ თქვენს დამეთანხმებით, ერთ-ერთმა ყველაზე ძლიერმა პრეზიდენტმა რონალდ რეიგანმა, რომ თავისი ორი პრეზიდენტობის ვადის მანძილზე ის მუდმივად ეყრდნობოდა პირადი ასტროლოგი ჯოან კუიგლის რჩევებს. იცით ალბათ, გახსოვთ ალბათ, ინაუგურაციაც კი დილის 5 საათზე დანიშნა ამ ადამიანმა. და მთელი ამერიკა გაოცებული იყო, მაგრამ ეს იმიტომ იყო, რომ ზუსტად ის დრო იყო მისთვის ყველაზე საუკეთესო იმისათვის, რომ საუკეთესოდ წარემართა თავისი პრეზიდენტობის ვადა. დღეს თუ ყავთ მაგალითად იგივე თანამედროვე ქვეყნის მეთაურებს? სავარაუდოდ ყავთ. ასტროლოგები ყოველთვის ამაზე არ ამახვილებენ ყურადღებას. სპეცსამსახურებიც კარგად იყენებენ ხოლმე ასტროლოგებთან თანამშრომლობას, ისე სხვათა შორის. ესე გამოსო პირახი, ჩვენთან გავრცელებულია, რომ ძირითადად პირადი ასტროლოგიური მონაცემები, მომავლის განჭრეთა თუ რა. ყურადღებას ამახვილებენ გლობალურადაც მუშაობს. როდის რამე ღირსება. კი, გლობალურად გაცილებით მნიშვნელოვან თემებზე უფრო შეიძლება ყურადღება გავამახვილოთ. ისეთზეც კი, როგორიც არის სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის თემები, თუნდაც ჩვენ მოგეხსენებათ ვართ ისეთი ქვეყანა, რომელსაც თავის ტერიტორიების ძალიან დიდი ნაწილი დაკარგული აქვს. და აი თუნდაც ტერიტორიული აღდგენის, მთლიანობის აღდგენის საკითხებიც კი შეიძლება, რომ ასტროლოგიურ ჭრილში განვიხილოთ და გადავწყვიტოთ. ძალიან საინტერესო იქნებოდა, მაგალითად, მე შემოგთავაზებთ აფხაზეთის თემაზე ვისაუბროთ მაგალითად დღეს. რა მოხდა აფხაზეთში, რატომ მოხდა, შეიძლებოდა თუ არა ამის თავიდან აცილება და რა პერსპექტივები გველოდება, როგორ შეიძლება მოვლენები განვითარდეს ამ კუთხით ამ თვალსაზრისით. რა საინტერესოა. კი, ძალიან საინტერესოა და აი გეტყვით, ამისათვის არსებობს ასტროლოგიის კონკრეტული მიმდინარეობა, მუნდანური ასტროლოგია, რომელიც შეისწავლის ქვეყნების სოციალურ და პოლიტიკურ ცხოვრებას.
ისევე როგორც თქვენ, მე, სხვა ადამიანებს გვაქვთ ჩვენი პირადი ჰოროსკოპები, სახელმწიფოებსაც აქვს თავისი პირადი ჰოროსკოპები, დიახ. და აი ამ პირად ჰოროსკოპზე, სახელმწიფოს პირად ჰოროსკოპზე ვიღებთ ახლა ავიღოთ საქართველოს ჰოროსკოპი, რომელიც იქნება დათარიღებული, ჩვენ ხო გვაქვს დაბადების თარიღი, ისეც აი ამ ჰოროსკოპსაც აქვს თავისი კონკრეტული თარიღი. ეს თარიღი არის 9 აპრილს, რომ გამოვაცხადეთ ჩვენ დამოუკიდებლობის აღდგენა, ზუსტად რომ გამოვაცხადეთ. დამოუკიდებლობის გამოცხადების დღიდან ითვლება, რომ აი ჩაირთო, ხო, ახალი რუკა. და აი ამ რუკაზე ვაკეთებთ პროექცირებას, ზემოდან ედება, ასე ვთქვათ. აფხაზეთმა რომ გამოაცხადა, თვით გამოცხადებული დამოუკიდებლობა იყო, ეს იყო 1992 წლის 23 ივლისით დათარიღებული რუკა და აი ამ ორი რუკის შეჯერებით შეგვიძლია თქვათ უკვე რა მოვლენებს ჰქონდა ადგილი და რითი იყო ეს მოვლენები გამოწვეული და შემდგომში კიდევ რა იქნება. მინდა ვთქვა, რომ ესე იგი ასტროლოგიურად რუკები იყოფა სახლებად. და ყველა სახს აქვს თავისი მნიშვნელობა, თავისი დანიშნულება. ჩვენ საქართველოს რუკაზე პირველი სახლი ხედავთ მე მგონა რუკებს. დიახ, აგერ არის ნაჩვენები, პირველ სახლზე გამოხატულია პირველი სახლი ნიშნავს ერის როგორც ერთმთლიან ორგანიზმს და პირველ სახლზე პროექცირდება აფხაზეთის მხარის მზე, მუნდანურ ასტროლოგიაში წარმოადგენს ხელისუფლებას, მთავრობას. ანუ მათი მზე პროექცირდება ჩვენს პირველ სახლზე და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. კიდევ აქ არის ერთი ჩვენი მხრიდან წარმატების მომტანი პლანეტა იუპიტერი და აი ამ იუპიტერს უერთდება. თუმცა აი ამ მასზე ცოტა მოგვიანებით მას ვისაუბრებ. საქმე იმაშია, რომ ეს მათი მზე, ანუ მათი ხელისუფლება ჩვენ საპირისპირო მხარეს აზიარებს ჩვენს მთვარეს. მთვარე კი ასტროლოგიურად ეს არის ხალხი. ანუ მათმა მთავრობამ დააზიანა ჩვენი ხალხი. ამ მთვარეს ასევე უერთდება სატურნი, მათი სატურნი. სატურნი ეს არის მიწის ფლობელობა, სატურნი ეს არის კანონი, აკრძალვები, შეზღუდვები და ესეც იყო. აფხაზურმა მთავრობამ გამოსცა კანონი მიწის ტერიტორიული საკუთრების შესახებ და ქართული ტერიტორიული მიწები გამოაცხადა თავის საკუთრებად. შედეგად რა მოხდა? დაზარალდა ხალხი და ყოველად იქცა 1/13, ხო? აი ეს იყო ამისი ახსნა. შემდგომ რაც ძალიან საინტერესოა, მე ვთვლი, რომ აი ეს მზის უკაცრავად მთვარისა და სატურნის შეერთება სად ხდება? ეს ხდება მეშვიდე სახლში, რომელიც პარტნიორების სახლს წარმოადგენს და ასევე მტრების სახლსაც წარმოადგენს. ორი ახსნა აქვს ამ მასა. ანუ შეიძლება ადამიანი ან მთავრობა ან ვიღაც კონკრეტული სუბიექტი იყოს შენი პარტნიორიც და ამავე დროს რაღაცა მოხდეს და გადავიდეს ის მტრის რანგში. საინტერესო ფაქტი ის არის, რომ ეს ჩვენი მეშვიდე სახლი იწყება მერწყულის ნიშნით და მერწყული ასტროლოგიურად ცნობილია, რომ რუსეთს მართავს. ანუ გამოდის, რომ ჩვენი რუკის მიხედვით რუსეთი ან პარტნიორია, ან მტერია. რადგან მტერი ვახსენე, მინდა მეგობრებსაც შევეხო. მეგობრები ეს უკვე მე-11 სახლის თემაა, გიორგი. მე-11 სახლი კი საქართველოს რუკაზე წარმოდგენილია კუროს და ტყუპების ნიშნით. კურო არის, კუროს მართავს, უფრო სწორედ კურო მართავს უკრაინას, ბელორუსიას და მოლდოვეთს, ხოლო ტყუპები მართავენ ამერიკის შეერთებულ შტატებს, იმიტომაც გვემეგობრება, ასე ვთქვათ, ამერიკა, ხო? ასევე ბალკანეთის ქვეყნებს, რუმინეთს და უნგრეთს. ჩვენი მეზობლები უშუალოდ იგივე აზერბაიჯანის ასაკობრივ თურქეთი. ეგ უკვე ძალიან შორს წაგვიყვანს ეს თემა. მოდით აი ისევ აფხაზეთზე ვისაუბრებ, კარგი? თქვენის ნებართვით. ხო და ესე იგი საინტერესოა, ხო, რომ აი რატომ მოხდა, რომ დავუშვათ რუსეთი თავს დაგვესხა. აი ზუსტად იმიტომ, რომ მტრის სახლში აღმოჩნდა ის. ნახოთ ახლა ჯარი მარსით გამოიხატება რუკაზე და ჩვენი საქართველოს მხარის ჯარი ძალიან ცუდ ადგილას დგას ჩვენს რუკაში. ეს არის მე-12 სახლი კირჩხიბი. ყველაზე შეუფერებელი ადგილი იმისათვის, სადაც შეიძლება მარსი მოხვედრილიყო, მაგრამ მარსი არის უკიდურესად სუსტი.
სუსტი ჯარი კიდე რომელი ომის მომგებია, ხო? გამორიცხულია. ახლა არ დავიწყებ იმაზე, რეალურად რა მიზეზებია. შეიძლება შეიცვალოს ეს ვითარება. რა თქმა უნდა, შეიძლება შეიცვალოს. აი მოდით პერსპექტივებზე ვისაუბროთ. დიახ, პერსპექტივაზე ვისაუბროთ. აი მე თქვი იუპიტერისა და მზის შეერთება, ხო? იუპიტერის და მზის შეერთება შეიძლება მოგვიტანოს წარმატება. და რას ნიშნავს? და რას ნიშნავს? იუპიტერი არის წარმატების მომტანი პლანეტა და თვითონ იუპიტერის განმარტება ასტროლოგიურად ასეთია. იუპიტერი შეიძლება იყოს გაგებული როგორც ეკლესია, როგორც რელიგია, როგორც მღვდელმსახურება, როგორც კანონი, იურისტები, ასევე საბაჟო და ესეთი კანონის მიერი მხარე. და შესაბამისად მე ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი იქნებოდა, რომ ჩვენი პატრიარქი ჩარეულიყო ამ საკითხში, უფრო აქტიურად ეკლესიის ჩართულობა ყოფილიყო, მისი ლოცვა კურთხევით გაძლიერებულიყო, ჩვენი მღვდელმსახურების რაღაცა აქტიური ქმედებები, მე არ ვიცი, ალბათ საპატრიარქოში ფიქრობენ ამაზე და ალბათ მოიძებნება რაღაცა გზები და ასევე რომ ჩვენი კანონმდებლობის მიხედვით იურისტებს რაღაცა კანონმდებლობები შეემუშავებინათ, სადაც აფხაზურ მხარეს მიეცემოდა დაუშვათ საშუალება, რომ ჩართულობა ჰქონოდა ჩვენს იმაში რა ქვიან რაღაც პროექტებში რომ მიიღოთ ამ ხალხს მონაწილეობა, ეს ძალიან კარგ შედეგებამდე მიგვიყვანდა. და მე მინდა ვთქვა, რომ ეს შეიძლება ყველაფერი მოხდეს ხა ხვალდაზე გარა. საქმე რაშია, რომ 2017 წლიდან ჩვენ ისევ ჩვენს რუკას დავუბრუნდები, მეოთხე სახლი წარმოადგენს სამშობლოს. მეოთხე სახლში საქართველოს რუკაზე დგას პლუტონი. პლუტონი არის ტრანსფორმაციის პლანეტა, ცვლილებების ტრანსფორმაციის. ანუ ჩვენ გამუდმებულად გვექნება აქ ცვლილებები თუ რუკა არ შეიცვალა. მაგრამ 2017 წლის აპრილში იწყება ესეთი რაღაცა, ზუსტი ასპექტი კეთდება, ჰარმონიული ასპექტი კეთდება აი ამ არსებულ პლუტონსა და ტრანზიტულ პლუტონს შორის, რაც იმას მოასწავებს, რადგან ჰარმონიულია, რომ პროცესები იქნება დადებითი. ეს არ იქნება ერთბაშად, ეს იქნება უბრალოდ რაღაც პროცესის დასაწყისი და ეს პროცესი გაგრძელდება სადღაც 2020-2021 წლებში უკვე ისევე პლანეტების განლაგებით ვსჯელობ და ვამბობ, რომ ეს დასრულებულ სახეს მიიღებს და ჩვენ შევძლებთ, რომ ტერიტორიული მთლიანობა აღვადგინოთ. იმედია, რომ მე სწორად ვხედავ ამას და იმედია, რომ სწორედ ესე იქნება. ალბათ კი, რა თქმა უნდა, შეიძლება. რა თქმა უნდა, აი ამ ასტროლოგიური ნიშნების განლაგებასთან ერთად მნიშვნელოვანია სწორი ნაბიჯები ალბათ იგივე ქვეყნის ხელმძღვანელობის იქნება თუ რა თქმა უნდა, მე კიდევ შემიძლია გითხრათ, რომ გაცილებით ადრე შეიძლება ამის გაკეთება, თუ დავუშვათ ჩვენი ხელისუფლებისგან იქნება კეთილი ნება და მინდა გითხრათ, რომ ასტროლოგიური რუკა არ არის უცვლელი. აი როგორც დავუშვათ ვთქვით, რომ 9 აპრილს შეიქმნა ხო ეს რუკა 9 აპრილთან დაკავშირებულია. მანამდეც ჰქონდა საქართველოს არაერთი რუკა. მაგალითად, ქრონოლოგიურად უკან რომ მივუყვეთ, წინა რუკა იყო 1921 წლის 26 მაისის რუკა. ანუ კონკრეტულ თარიღებთან დაკავშირებულია ეს ყველაფერი. თუ დავუშვათ აი ეს არაერთხელ თქმულა ბატონი მიხეილ ცაგარელიც ხშირად იმეორებს ხოლმე ამას, მაგრამ რაც მეც ჯერ გავუსვავთ, ხას იქნება მიაღწიოს ზემდგომ ინსტანციებამდე და ყურად იღონ იმათმა, ვინც ჯერ არის, რომ ჩვენ ასტროლოგებს, ქართველ ასტროლოგებს თუ გინდა მოიწვიონ კიდევ ვინმე უფრო, ვისაც მეტკვალიფიციურად ჩათვლიან უცხოელი სპეციალისტები, რაღაცა გუნდი დაუშვათ დაჯდებოდა და იმუშავებდა ახალი რუკის თარიღის დადგენაზე. და თუ სახელმწიფო დაუშვათ ჩვენი იურისტები შეიტანდნენ სიტყვაზე ვთქვათ კონსტიტუციაში რაღაცა ცვლილებას და ეს გამოცხადდებოდა კონკრეტულ აი ამ შერჩეულ თარიღზე, ეს მოგცემდა იმის საშუალებას, რომ ახალი რუკა გამოგვეცხადებინა, რომ საქართველოს აქვს უკვე ახალი რუკა. ეს რუკა შეიძლება ყოფილიყო გაცილებით უფრო ძლიერი და
მოგვიწესრიგებდა იმ პოლიტიკურ პრობლემებს. ანუ შეიძლება რუკის თარიღი შევცვალოთ და თქვა ჩავждეთ იმ ჭრილში უკვე რომელიც უფრო გაწყობს? დიახ. აი ამის თქმა მინდა ზუსტად, რომ თუ ჩვენ სწორ თარიღს ავიღებთ და პლანეტების განლაგება იქნება სწორი იმ ჭრილში, რა ჭრილიც ჩვენ გვაინტერესებს, რომ თუნდაც იგივე რუსეთი არ მოექცეს მტრის ზონაში და მოექცეს მეგობრების ზონაში და ასე კიდევ ბევრი სხვა რამე იქ გათვალისწინებული იქნას, სერიოზული მუშაობა ამაზე საჭირო და სერიოზული დაფიქრება, რა თქმა უნდა, იმიტომ ვიძახი, მე კი ავიღო და უშოთ ჩემ თავზე, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი პასუხისგებლობა იქნება. ეს უნდა გაკეთდეს გუნდურად, ეს უნდა გაკეთდეს ძალიან დაფიქრებით და რა თქმა უნდა, მთავრობასთან შეთანხმებით. აი თქვენ მაგალითად პირადად მაინც თუ გქონიათ ცელობა რომ გემუშავა და დაგედგინათ ის თარიღი რომელიც აჯობებდა და რა თქმა უნდა ეს უნდა იყოს რაღაც გარკვეულ მნიშვნელოვან თარიღთანაც ალბათ დაკავშირებული ხა უბრალოდ ისე ვერ ავიღებთ ხო? არა, ნუ იქ რაღაცა ცვლილება უნდა მოხდეს, ან რაღაც სახელწოდებაში თვითონ საქართველოს. იგივე დროშის ცვლილება იყოს. შეიძლება დროშის ცვლილება იყოს, შეიძლება ჰიმნის ცვლილება იყოს, რაღაცის ცვლილებას უნდა დაუკავშირდეს ეს კონკრეტულ მნიშვნელოვან მასშტაბურ ცვლილებას ახლა. და ითქვას, რომ აი აქედან უკვე ჩვენ გვაქვს ახალი რუკა, რომელიც იქნება იმუშავებს იმისათვის, რომ ჩვენ გაცილებით უფრო სასარგებლო, წარმატებული და უფრო ღონიერი ქვეყანა გავხდეთ. და ეს რა თქმა უნდა აისახება მე თითოეულ მოქალაქეზე, ხო? რა თქმა უნდა. და გაცილებით შეიძლება უფრო ადრე გადაიჭრას ის პრობლემა, რომელიც ტერიტორიულ ერთიანობას ეხება. ძალიან მოკლედ იქნება შევეხოთ 2015 წელი დგება ალბათ ყველა საინტერესებს როგორი წელს უნდა ველოდოთ პირადად მოდი ჩვენ ქვეყანაზე ვისაუბროთ რამდენად კეთილის მომტანი იქნება ცხურის წელი მწვანე ცხურის წელიო ასე ამბობენ ხო მინდა გითხრათ რომ აი ერთ კვირაში ეს ცხურის წელი არ დგება შორს არის იქამდე თებერვალში კი თებერვალში 19 თებერვალს მოდის მწვანე ცხურის წელიწადი მანამდე ძალიან საინტერესო ცვლილებაა რომ მშვილდოსანის ნიშანში გადავიდა სატურნი და ეს სოფლიოში მთელ სოფლიოში გამოიწვევს განათლებაზე მეტ აქცენტს ტურიზმზე გაცილებით მეტი ყურადღების გადასვლა და აქცენტირება იქნება რაც შეეხება კიდევ ერთ ძალიან საინტერესო მოვლენას ეს არის რომ 2012 წლიდან ორი ძალიან მძიმე პლანეტა უკეთებდა ერთმანეთს დამანგრეველ ასპექტს პლუტონისა და ურანის ნეგატიური ასპექტი იყო და აი ამ გაზაფხულზე ეს ასპექტი თავდება, მოიწურება. აი სოფლიო კატაკლიზმები, ომები, ხომ ხედავდით რომ აი ბოლო 2 წელიწადი როგორი კრიზისული მდგომარეობა. ანუ ყველაფერი გამოიწვა, ხოდის მაყურებელსაც მოვუსმენთ პირდაპირ ეთერში ბოლოდება ჩვენ სატელეფონო ხაზზე ტელემაყურებელი და შემოუშვათ აუცილებლად გამარჯობათ გისმენთ. გამარჯობათ. გისმენთ. 26 მაისს აღნიშნავს ჩვენი სახელმწიფო დამოუკიდებლობის დღეს, რა თქმა უნდა 9 აპრილს არის, მაგრამ ოფიციალურად აღინიშნება 26 მაისს, ხო? ასევე სამფეროვანი დროშა შეცვლილია ამ ჭრებიანი დროშით და ამას ხომ არ აქვს გარკვეული მნიშვნელობა საქართველოს ბეჭდ, ესეთი გაორება. უღმესი მადლობა აქტიურობისთვის და იმისათვის რომ გიყურებთ ჩვენ. საინტერესო შეკითხვა დასვა ტელემაყურებელმა. მართალი გითხრათ ვერ გავიგე. ანუ იგივე 26 მაისს აღნიშნავ ჩვენ დამოუკიდებლობის დღეს, ხომ ასეა? შეიძლება დოკუმენტალურად გაფორმებული ის 9 აპრილის დღეს ბატონმა ზოიად გამსახურდია. თავარი დოკუმენტალურია. აქ არის თავარი დოკუმენტი. არა, გასაგებია, ხო შეიძლება თქვა შევცვალოთ იგივე 26 იგივე არც 26 მაისის ეს არ არის, მაინც სახარბიელო მინდა გითხრათ. მდგომარეობა? არა. იგივე აი დროშას ვახსენეთ და აი ეს თუ და დაგიფიქსირეთ თქვენ თუ გიმუშავეთ ამ საკითხს აი დროშის შესრულის და გამოცხადება ახალი ჰიმნის და დროშის გამოცხადების. რა თქმა უნდა, მაგრამ მე მარტო ჩემ თავზე არ მინდა რომ ეს ავიღო, საკმაოდ საპასუხისმგებლო თემაა და გაცილებით უფრო კარგი იქნებოდა თუ შეიკრიბებოდა გუნდი ქართველი ასტროლოგების და ერთიანად იმიტომ რომ თქვენ უკვე მოდით მაშინ აი ძალიან მოკლედ რა სიკეთებს უნდა ველოდოთ. ხო. ეს წელიწადის პირველი ნახევარი გაცილებით მნიშვნელოვანი იქნება ცეცხლის სტიქიის ნიშნებისათვის, კონკრეტულად ეს არის ლომი, მშვილდოსანი და ვერძი. მათ დიდი ძალისხმევის გარეშე შეეძლებათ, რომ გარკვეულ წარმატებებს მიაღწიონ. წლის მეორე ნახევრიდან უფრო
მიწის ნიშნებს ექნებათ მეტი წარმატება. ეს არის ქალწული განსაკუთრებით კურო და ესა რა ქვია ქალწული კურო და თხის რქა ამ ნიშნებს დანარჩენი ნიშნებისთვის მეტნაკლებად პოზიტიური ნეგატიური საშუალოდ ისე ეს ყოველთვის უფრო ზოგადი პროგნოზია და ზოგად პროგნოზს თავს ვარიდებ ხოლმე, იმიტომ რომ ინდივიდუალურმა პროგნოზმა შეიძლება სულ სხვა სურათი მისცეს ადამიანს და მაინდა-მაინც დამოკიდებულია ძალიან ბევრ ფაქტორზე. ძალიან ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული პირად რუკაზეა დამოკიდებული. კეთილი, კალოტონი ხათუნაღუნიაშვილი, ასტროლოგი გახლავთ ჩვენი გადაცემის სტუმარი ამ ნაწილში. ჩვენ მადლობას გადავხდით კიდევ ერთხელ კალოტონ ხათუნას და გეტყვით რომ სარეკლამო ჭრის შემდეგ დავუბრუნდებით უკვე ჩვენს ტრადიციულ რუბრიკით, სამეცნიერო რუბრიკით გენერალურ სპონსორ კლინიკა ლანცეტთან ერთად და ასევე გავათამაშებთ ორი ფილმის მიერ დაწესებულ კიდევ ერთ საჩუქარს.